დღეს ექიმებში ოსტეოარტრიტი, რეუმატოიდული ართრიტი და წითელი მგლურა. გაიგეთ, როგორ უნდა შეიმსუბუქოთ სახსრების ტკივილი. გომი უნდა გამოუცხადოთ ადინამიასთან, რაც თავარია. თანამედროვე ცხოვრების წესი არის ეს ეგრეთ წოდებული ჯდომია. დიეტა თუ ვარჯიში. ექიმების სტუდია ორ ბანაკად გაიყო. მოკლედ დღეს ჩვენ რინგზე ვართ პრაქტიკულად და ჩვენი პოზიცია დავიცვათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. როგორ მოვიკლოთ ზედმეტი კილოგრამები? სოფონი ჟარაძე და ლელა წურწუმია საკუთარ გამოცდილებაზე. რაც გავაკეთე და ნამდვილად არავის არ ურჩევი. როგორც კი დავიწყე აქტიური ვარჯიში, ეგრევე დავარდა წონა. გაიგეთ 8 ყველაზე ალერგიული პროდუქტის შესახებ. თაფლს ერჩინო ხოლმე და გავრცელებული რატომ სწორედ თაფლი არ შედის არც 4 ევროში, არც 5 ევროში და არც ზოიანში. გამარჯობა, ეს არის გადაცემა ექიმები და როგორც ყოველთვის დღეს მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. ყველას ვისაც სახლში ბებია ბაბუა ყოლია, ან თუნდაც მოხუცი მეზობელი შემოსულა ჩვენთან, აუცილებლად გაგვიგონია ერთი ფრაზა: მომკლა ამ რევმატიზმმა. მაინც რა არის ეს რევმატიზმი და რატომ აწუხებს ის ამდენ ადამიანს? ეს ეგრეთ წოდებული რევმატიზმი ცოტა მოძველებული ტერმინია. ადრე ამ ტერმინის ქვეშ გაერთიანებული იყო ყველა ის პრობლემა, რომელიც ადამიანის სახსრებსა და კუნთებს ემართებოდა. ასაკთან დაკავშირებით. დღეისათვის ეს ტერმინი აღარ არსებობს და ცალ-ცალკე დაავადებად განიხილება თითოეული ის პრობლემა, რომელიც ჩვენს სახსრებსა და ხრტილებს ემუქრება. თანამედროვე მედიცინაში 100-ზე მეტი რევმატული დაავადება არსებობს. ბუნებრივია, ჩვენ დღეს ყველა მათგანს ვერ განვიხილავთ, მაგრამ შეგვიძლია 3 ყველაზე გავრცელებული პრობლემა ავხსნათ. მე მგონი ყველაზე გავრცელებული რევმატიული დაავადება არის ოსტეოარტრიტი. ეს დაავადება ყველაზე ხშირად ასაკში შესულ ქალბატონებს ემართება. როგორც ვიცით, ჩვენ სტომარსაც ართრიტის სწორედ ეს ფორმა აწუხებს. თუ შეიძლება გაგვეცანით? მოგესალმებით. მე მქვია ია ვარ რუსთავიდან. გადმობრძანდით ჩვენთან. ოსტეოარტრიტი არის სახსრების დაავადება. დარწმუნებული ვარ, თქვენ სწორედ სახსრების ტკივილს უჩიოდით და ამიტომ მიხვედით ექიმთან. ასეა ხო? კონკრეტულად რომელი სახსრები ტკივილი? ჩემი ტკივილები განისაზღვრებოდა წვივის არეში ძლიერი ტკივილებით და მთავრდებოდა მუხლის სახსის ძლიერი ტკივილებით. ქვედა კიდურებში იყო ძირითადად ტკივილი, მუხლი და წვივების არეში. ჩვენი სხეულის ჩონჩხი წარმოადგენს ერთგვარ საყრდენს მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის. ის იცავს ჩვენს შინაგან ორგანოებს და მთელი ჩვენი სხეულის სიმძიმეს აკავებს და გადაანაწილებს სწორად. იმისათვის რომ მოძრაობა შევძლოთ, ჩვენი ჩონჩხი აუცილებლად უნდა იყოს მოქნილი. ამიტომ იმ ადგილებში, სადაც ჩვენი ყოველი ორი ძვალი ერთმანეთს ეხება, აი მუხლის სახსარი, ვთქვათ, იდაყვის სახსარი, თითები, ამ ძვლების შეერთების ადგილზე გვაქვს სახსრები. ანუ ძვალთან შედარებით უფრო რბილი და მოქნილი სტრუქტურა არის და ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ჩვენი მოძრაობა იყოს მოქნილი, კომფორტული და უმტკივნეული, რაც მთავარია. ეხლა შევხედოთ ეკრანს. ეს რასაც ახლა ვხედავთ, არის ბარძაყის ძვალი და ეს არის მენჯ-ბარძაყის სახსარი. სახსრის წყალობით ჩვენი მოძრაობა ხდება მსუბუქი და უმტკივნეული. მაგრამ იმ დაავადების დროს, რომელიც თქვენ გაწუხებთ, ოსტეოარტრიტს გულისხმობთ, ასაკთან ერთად ეს სახსრები ცვდება, სუსტდება, სასახსრე ზედაპირები ზიანდება, ხრტილი ძალიან ცვდება, ასე ვთქვათ, და როდესაც ეს ყველაფერი მოხდება, მაშინ მოძრაობა ხდება შეზღუდული, ძვლები ერთმანეთს ეხახუნება, ასე ვთქვათ, და მოძრაობა ხდება საკმაოდ მტკივნეული. ამის გამო ვითარდება ანთება, შესიება ამ სახსრების მიდამოში და ყველა ის სიმპტომი, რომელიც თქვენ ახსენეთ და ძალიან კარგად იცნობთ ამ პრობლემებს. სამწუხაროდ ოსტეოარტრიტმა იმის მიხედვით თუ სხეულის რომელ ნაწილს დაემართება ის ან დააზიანებს, შეიძლება გაართულოს სიარული გადაადგილება, საგნების დაჭერა, ჩაცმა, ელემენტარულად თმის დავარცხნა, ან ჯდომაზეც კი იმოქმედოს. მე იმედი მაქვს, რომ თქვენი შემთხვევა ამ სირთულემდე არ მივა და სათანადო მკურნალობას დროულად დაიწყებთ. ოდნავ მოგვიანებით თქვენ მოისმენთ რჩევებს, თუ როგორ უნდა შეიმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენთან. დიდი მადლობა. სახსრების შემდეგი ყველაზე უფრო გავრცელებული დაავადება არის რევმატოიდული ართრიტი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება ოსტეოარტრიტისგან. თუ ოსტეოარტრიტი სახსრების ცვეთისა და დაზიანების შედეგია, რევმატოიდული ართრიტი იმუნური სისტემის პრობლემაა. ეკრანზე თქვენ ხედავთ თითის სახსარს.
ჩვენს სხეულში ნებისმიერ სახსარს გარს აკრავს სპეციალური მემბრანა, რომელიც სითხეს გამოყოფს. ეს სითხე უზრუნველყოფს სასახსრე ზედაპირების გაპოხვას, რის შედეგადაც მოძრაობა არის გაადვილებული და უმტკივნეულო. რევმატოიდული ართრიტის დროს ჩვენივე ორგანიზმის იმუნური სისტემა თავს ესხმის ამ სითხის გამომყოფ მემბრანას და ანადგურებს მას. ამას შეუძლია გამოიწვიოს სახსრების შეშუპება, მოძრაობის გაძნელება და ტკივილი. ასევე სახსრების გარშემო არსებულ ქსოვილებში, იოგებში, მყესებში და კუნთის მიმაგრების ადგილებში შეიძლება გაჩნდეს ანთება. რატომ ხდება ეს პროცესი? ექიმებმა არიციან. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ზოგჯერ ჩვენს იმუნურ სისტემას ჩვენივე სხეულის ქსოვილები, ბოროტი, უჯრედები ჰგონია და ის მას თავს ესხმის. ზუსტად ასე ხდება ლუპუსის დროსაც. ლუპუსი ეს არის იგივე სისტემური წითელი მგლურა, როგორც ვიცით, აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ჩვენ სახსრებს აზიანებს. ამ დროს სახსრებს თავს ესხმის ჩვენივე საკუთარი იმუნური სისტემა. თუმცა ეს აუტოიმუნური დაავადებები მხოლოდ სახსრების უჯრედებს არ ემტერება. წითელი მგლურას გამო პრობლემები შეიძლება შეგვექმნას განზე, თირკმელებზე და ნებისმიერ სხვა ორგანოზე. ასეა თუ ისეა, პაციენტისათვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე რითი არის გამოწვეული მისი სახსრების ტკივილი. მას ეს აწუხებს და მისგან განკურნება უნდა. არის თუ არა ეს შესაძლებელი, ამას სტუმარი გვიპასუხებს. მას ასე მიესალმეთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რევმატოლოგი მამუკა ლორთქიფანიძე. ახმაროს წყალს შემოგთავაზებთ. ჩვენ უკვე ვახსენეთ რევმატული დაავადებები, რომ სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული. როცა საქმე მკურნალობაზე მიდგება, არ აქვს მნიშვნელობა გამოწვევის მიზეზს თუ ეს ყველა ერთი პრობლემით არის ყველაფერი გამოწვეული. მკურნალობა, არის რაღაცა წამლები, რომელიც ყველა რევმატული დაავადების დროს გამოიყენება, კლასიკური არასტეროიდები, ანთებისაწინააღმდეგო ტკივილი მოხსნათ და ანთება, მაგრამ გააჩნია დაავადებას, ყველას თავისი ტიპის მკურნალობა აქვს და ყველას თავისი ნიშა აქვს. პრობლემა ეს არის, რომ ეტიოლოგია არ ვიცით და მიზეზებს ვერ ვებძვით, მაგრამ თვითონ სქემა, მექანიზმი შეგვიძლია ჩავერთოთ და რაღაცა დონეზე შევწყვიტოთ. შეუძლია თუ არა თავად ადამიანს პაციენტს, რომ მას ოსტეოართრიტი აქვს, რევმატოიდული ართრიტი თუ წითელი მგლურა, თვითონ თუ აქვს იმის საშუალება, რომ განასხვაოს რაიმე სიმპტომატიკი. ყველაზე მეტი ალბათობით 10-დან 9 ადამიანს აქვს ჩვეულებრივი ოსტეოართრიტი, როდესაც სახსრები აწუხებს. განსაკუთრებით 50 წლის მერე ადამიანს ეწყება სახსრების ტკივილი, რომელიც მატულობს დატვირთვაზე, დაღლაზე, ბევრი ფეხით სიარულის და ასე შემდეგ. მაგრამ თუ რაღაცა სხვა ტიპის ტკივილებია, ტკივილი არის ანთებითი, შეშუპებებით, დილის შებოჭილობით, თუ არის დამატებული რაღაცა ცვლილებები კანზე იქნება თუ ასე შემდეგ, აქ უკვე ნამდვილად მოსაზრებნია მიზეზი და რევმატოლოგი და ასე შემდეგ, რომ გადაწყდეს რა დაავადებასთან გვაქვს საქმე და რა ფორმით შეიძლება ამ დაავადებას ვებძოთ. არის თუ არა შემთხვევები, როცა შედარებით ახალგაზრდა ასაკის ადამიანები იტანჯებიან? საკმაოდ ახალგაზრდებულია ეს დაავადება, ხშირია სპორტსმენებში. ხშირია ადამიანებში, ვისაც აქვს ჰიპერმობილობის სინდრომი, ანუ ზედმეტად ელასტიურები. კი, ყველა კარგი სპორტსმენი და მოცეკვავი ჰიპერელასტიურია, მაგრამ მერე ასაკთან ერთად უფრო ადვილად ვითარდება სახსრების პრობლემები. ბრტყელტერფიანობა ხშირად მიზეზია, ჭარბი წონა თავისთავად. გარდა მედიკამენტების არ არჩევას მიცემდით ასეთ პაციენტებს, მაგალითად, ვისაც ასეთი რამ თუნდაც საწყის სტადიაზეა. კომფორტი უნდა. აი ჩვენ მაყურებელი. კი ბატონო, მაგალითად, ყველას შემიძლია გიჩიოთ, რომ იარეთ რა შეიძლება რბილძირიან ფეხსაცმელებში. არიჯდეთ ჩაფლულ კრესლოებში, ტახტებზე და დივანებზე. იქედან ამოძრომა ზედმეტი დატვირთვაა სახსრებისთვის. იცეკით სწორ და მაგარ საწოლზე ხერხემალმა რო დაისვენოს, თავქეში გედოთ პატარა ბალიში, დიდ ბალიშზე თავს მოდადეთ. შეეცადეთ არ იყოთ დიდი ხანი სტატიკურ ერთ პოზაში. არ დგომა, არ ჯდომა დიდი ხანი არ ვარ გახს. ხშირად ჯობია რომ პოზა შეცვალოთ. არ აიღოთ ხელში სიმძიმე. თუ აწევთ ორივე ხელით თანაბრად ჯობია, ვიდრე სამხარეს რამე სიმძიმის დაჭერა. აკონტროლეთ თქვენი წონა, ჭარბი წონა, ასევე მთელი ძალით აწვება სახსრებს. არ შეეხოთ ცივ წყალს, ცივი წყალი იწვევს ანგიოსპაზმს, ავიწროებს სიზარღვებს და სახსრების კვება უარესდება. ყოველთვის კარგად გაიმშრალეთ ხელი. სველი ხელიც იგივე ეფექტს გამოიწვევს საბოლოო ჯამში და თავარი ჩვენი ძვალსასოვანი სისტემა უკავია ჩვენ კუნთებს. რაც უფრო ნავარჯიშებია ადამიანი, რაც უფრო ფორმაშია კუნთები, მით უფრო ნაკლები პრობლემები აქვს სახსრებს. შესანიშნავი რჩევებია და მე რა ფიქრობ, რომ ძალიან მარტივი შესაძლებელია თუ ადამიანი ამას თავის ცხოვრების წესში შეიტანს და დანერგავს. ეს ყველაფერი გასაგებია, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში შეიძლება შეგვხვდეს ანთებით სახსრის დაავადება. ამ მისგან ნაზღვეული არც ერთ ასაკში არავინ არ არის. 100%-ით განკურნება არ არსებობს. ერთადერთი გზა, რაც ჩვენ ამ შემთხვევაში დავგვჩენია, რომ არ დაგვემართოს სახსრის ესეთი დაზიანებები, არის ზუსტად ის ჩამონათვალი, რაც ჩვენმა კოლეგამ ჩამოგვითვალა, ჯანსაღი ცხოვრების წესი. ომი უნდა გამოუცხადოთ ადინამიასთან, რაც მთავარია. იმიტომაც გაახალგაზრდავდა ალბათ ამეთანხმებით ეს დაავადება, რომ თანამედროვე ცხოვრების წესი არის ეს ეგრეთ წოდებული მჯდომიარე.
ნაკლებად მოძრაობენ ადამიანები. დაავადება, დეკერონის დაავადება, პირველი გამშრალილი ყესის ანთება დიდი ხანია არის მსოფლიოში, მაგრამ არც ისე პოპულარული. ბოლო რამდენიმე წელია მოიმატა მთელ მსოფლიოში ელემენტარულად. მობილურის მოძრაობამ გამოიწვია ყესის ანთების ეპიდემია ფაქტიურად მსოფლიოში. ბატონო მოკა, ძალიან დიდი მადლობა ესეთი ზუსტი და საინტერესო ჩვევებისთვის. იმედია მაყურებლები გაითვალისწინებენ და ძირითადს მაინც დაიხსოვებენ თქვენს მიერ მოწოდებული რეკომენდაციებიდან. იმედი გვაქვს რომ წაადგება ჩვენი გადაცემა და თქვენი რჩევები ჩვენს ტელემაყურებელს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ცოტა ხანში ექიმებში დიეტა თუ ვარჯიში? თავი შეკითხვაც სწორედ ეგ არის მაგ ორიდან რომელი. იმისთვის რომ ამ შეკითხვებს უპასუხოთ, დღეს ჩვენი სტუდია ურბანაკად გაიყოფა, როგორც ხედავთ. ჯანმრთელობისა და სილამაზის შენარჩუნებამ მარტივია. ჭამე ნაკლები, იმოძრავე მეტი. ეს არის იდეალური ფორმულა. თუმცა რასაკვირველია, ეს სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად კი ძალიან რთული. რთულია, მაგრამ რეალობა მაინც ეს არის, თუ გინდა რომ იყო კარგ ფორმაში, უნდა ივარჯიშო და დაიცვა დიეტა. ან ამ ორიდან ერთ-ერთი მაინც უნდა აირჩიო. თავი შეკითხვაც სწორედ ეგ არის მაგ ორიდან რომელი. დიეტა თუ ვარჯიში, რომელი ჯობია, რომელია გასახდომად უკეთესი, რომელია უფრო ადვილად შედეგის მომტანი? ეს შეკითხვები მე მგონი ყველას გაგვჩენია და სხვებისგანაც არაერთხელ მოგვისვენია. იმისთვის რომ ამ შეკითხვებს უპასუხოთ, დღეს ჩვენი სტუდია ურბანაკად გაიყოფა, როგორც ხედავთ. მოდი სტუდიაში მოვიწვიოთ პირველი გუნდის წევრები, მომღერალი, X-Factor-ის მენტორი, სოფო ნიჟარაძე. სოფოს გუნდის მეორე წევრი, ფიტნეს ინსტრუქტორი დათო შაპირო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მიხარია თქვენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში და დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავიცვათ ის პოზიციები, რომ ვარჯიშის ალტერნატივა არ აქვს. რა სიტყვით? კი, ნამდვილად ესეა, თუმცა მე ჩემი არაპროფესიონალური აზრი ესეთია, რომ აუცილებლად ვარჯიშთან ერთად უნდა შეავთავაზოთ ჯანსაღი ყვება და არა დიეტა და თავის მოკლა, ესე ვთქვათ. მოკლედ დღეს ჩვენ რინგზე ვართ პრაქტიკულად და ჩვენი პოზიცია დავიცვათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. და მეორე მხარე არ უნდა წარვადგინოთ? და წარვადგინოთ. მაშასე მიესალმეთ მეორე გუნდის წევრი, მომღერალი, ულამაზესი ლელა წურწუმია. გამარჯობა ლელა. როგორ ხარ ლელა? ვერ დავიჯერებ რომ ეს ყველაფერი მარტო დიეტის დამსახურება. შენი გადასარევი ფორმა ცოტა ვარჯიშის დამსახურებაც უნდა იყოს მგონია. ვარჯიშთან ერთად სწორი კვება, არ ვიცი ხა ვიღაცა ამას შეიძლება დიეტას ეძახის, მაგრამ განაპირობებს რა თქმა უნდა იმ შედეგებს, რასაც მიაღწია ესე ვთქვათ სოფომ, მე და აგერ მშვენიერმა ქალბატონმა, რასაც ვერ ვიტყვი კოტეს. რასაც კოტე დაიწევს ხვალიდან. კარგი, მოდი სანამ შემზე გაგზავნებო ბევრი საუბარი. კიდევ ერთი სტუმარი წარვადგინოთ და შევავსოთ თქვენი გუნდი. ენდოკრინოლოგი, მშვენიერი ქეთევან ასათიანი. ფახმარო წყალს შემოგთავაზებ, შეიძლება. აი წყალი სხვათა შორის აუცილებელი არის, რომ მივიღოთ დიდი რაოდენობის წყალი, იმიტომ რომ ეს არის ყველანაირი დიეტის და წონის შენარჩუნების ერთ-ერთი წყარო ეს. მე მაგას ვამბობს და დამის. ყველაზე სწორი დიეტა წყლით უნდა დაიწყოს, მე მგონი და ამიტომ შემოგთავაზებ ფახმარო წყალს. პირველ რიგში უნდა ვთქვა და რა თქმა უნდა დამეთანხმებით, რომ ჩვენ ცხოვრებაში ორივე კომპონენტი, ვარჯიში და სწორი კვება, ორივე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა დღეს უნდა ვისაუბროთ თუ რომელი ჯობია და რომელი რისთვის არის კარგი. მე მგონი იმაში რასაც ახლა ვიტყვი, ორივე მხარე დამეთანხმებით, თუ როგორ მოვიქცეთ ვარჯიშს მიმართოთ, თუ დიეტას მიმართოთ, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ მიზანზე, თუ რას გვინდა მივახციოთ, ხო? თუ მაგალითად ჩვენ მიზანი ის არის, რომ წონაში დავიკლოთ, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ დიეტა და ჯანსაღი კვება უფრო ეფექტური ამ საქმეში. მაგრამ თუ მიზანი არის ის, რომ ჩვენ ვიყოთ მეტად ჯანმრთელები, გულის დაავადებები ავიდოთ თავიდან და გამოვიყურებოდეთ უკეთ, ამ შემთხვევაში ვარჯიში თან ჯანსაღი კვება ალბათ უკეთესია. მე მგონი ასეა, ხო? მე დავიწყებდი უფრო ვარჯიშით, იმიტომ რომ რამდენჯერაც ვეცადე რომ ოდესაც მომატებული ვიყავი, რომ მხოლოდ დიეტით კატეგორიულად შემეზღუდა ეს ნახშირწყლები და ფაქტიურად ვშიმშილობდი. არანაირი ეფექტი არ მქონდა და როგორც კი დავიწყე აქტიური ვარჯიში, ეგრევე დავარდა წონა. იმიტომ რომ სხვანაირად ხდები. მაბრაზებს, აქ ეს არის დიეტა. ქალბატონ ქეთევან, თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. და დიეტა რო ცუდი სიტყვა იქიდან დავიწყე. არა, დიეტა ცუდი სიტყვა არ არის, ამაში ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით. იმიტომ რომ სწორედ რომ სიტყვა დიეტა ნიშნავს სწორ, ჯანმრთელ, რაციონალურ და დაბალანსებულ კვებას და არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს აკრძალვას, არ ნიშნავს შიმშილს და არ ნიშნავს თვითგვემას. აქედან გამომდინარე კოტეს ნაწილობრივ დავეთანხმები, როცა ვსაუბრობთ მიზანზე, ვინაიდან მიზანი ყოველთვის ერთია. მიზანი არის ჩვენი ჯანმრთელობა, ერთმნიშვნელოვნად, მოხდენილი გარეგნობა და კარგი გუნებ განწყობა. ყოველივე ეს მიღწევადია
არა ამ ორი საკითხის გამიჯნვით, ცალკე დიეტით და ცალკე ფიზიკური აქტივობით, არამედ ამ საკითხის კომპლექსური განხილვით, დოზირებულად სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა. ნანი კაბაში ჩაეტევი, როგორი კარგი გრძნობა. პრობლემა არის, როდესაც ჭარბი წონა არის და შენ სასურველ ესე ვთქვათ ტანისამოში ვერ ეტევი, მაგრამ კვების დროს ხო ძალიან დიდი რაოდენობით ენდორფინები გამოიყოფა და ბედნიერებას გრძნობდა. ეთქობა ეს ერთმანეთს აბალანსებს. თქვენ თუ გაქვთ რაიმე ესეთი დიეტა, მეთოდი თუ გაქვთ, როცა გინდათ რომ უნდა დაიკლოთ. ნამდვილად არავის არ ურჩევ, იმიტომ რომ ველოდ მე ძალიან მჭირდებოდა ძალიან სწრაფი შედეგი ფილმის გადაღების დროს 4 თვე ვიშიმშილე ქვია ამას, იმიტომ რომ სადღაც ერთ თვეში 17-დან 20 კილომდე დავიკელი. მე როდესაც ეს ზედმეტი წონა ავკრიფე 3 წელიწადი მე ამას ვებრძოდი, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ მინდოდა გახდომა, იმიტომ რომ არ დადგა ის ორშაბათი არასდროს, აი ორშაბათიდან დავიწყებ, ეს ორშაბათი არ დამთავრდა. თუმცა იქამდე მამლუჩას რომ მეუბნებოდა რომ ადრეო სექსუალური იყავი, ახლა საყვარელი მინდოდა. ხალხოტრელი აღიარებს იმას, რომ ეს არ იყო დიეტა და სწორკვებასთან არაფერი კავშირი ამას არ ქონდა. ეს იყო სრული შიმშილი. იცი, ძალიან მიყვარს ჭამა, ну აი გიმრიჟდები გემის ჭამაზე. მაგრამ ძალიან ზღუდავ ჩემ თავს, იმიტომ რომ აი დედის წესავით მერგება 3 დღე კარგად რო ვიკვებო, ну აი რა გითხათ. ვარჯიშის შემთხვევაში როგორ არის? ადვილად დგება ორშაბათი, ანუ ხვალ ადვილად ვიწყებთ ვარჯიშს, აი კონტექსტ შემთხვევაში რა ვქნა? უმეტეს შემთხვევაში ის ორშაბათი არასდროს არ დგება. არც ავარჯიშოთ არ დგება ორშაბათი. გადავივლახეთ ყველა სიზარმაცე, გადავიარეთ, მივდივართ გამოწყობილები სავარჯიშოთ. რა ხდება შემდეგი ეტაპი? რამდენად სწრაფად შეგვიძლია დავიკლოთ წონაში, ან ნუ მინიმუმ ვიგრძნოთ, რომ ვიკლებთ, კარგად ვართ და ასე შემდეგ. ძალიან სწრაფად თუ შევათავსებთ სწორკვებას და ვარჯიშს. მარტო სწორი კვებითაც და მარტო ვარჯიშსაც იმ სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ, რა თქმა უნდა. თუ წონის კლებაზეა მარტო საუბარი, მაშინ შეიძლება, მაგრამ თუ წონის კლებასთან ფორმებიც თუ გვაინტერესებს, მაშინ ეს ერთმანეთის გარეშე არ გამოვა. ერთად უნდა იყოს აუცილებლად. თავარია დადგეს ხოლმე ის ორშაბათი, მე იცით როგორი კარგია. შენი საყვარელი ვარჯიში რომელია? ეს არის ეს სპინინგი, რომელიც არის ველოსიპედებზე 45 წუთიანი პროგრამაა. ჩემი საათი მეუბნება, რომ დაახლოებით 500 კალორიას წვავ აი ამ 45 წუთიან ვარჯიშზე. აბსოლუტურად გონია რომ აღარაფერი აღარ შეგიძლია, მაგრამ ზუსტად 10 წუთში ხარ ძალიან მაგარ ფორმაში. რამდენი კილოკალორია საკვები უნდა მიიღოს დღის განმავლობაში ადამიანმა, რომ არ მოიმატოს წონაში? მან მეზობელი გიდგათ ერთი, გაიგებოდა. ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურია. დამოკიდებულია თითოეული ადამიანის წონაზე, სიმაღლეზე, მის საქმიანობაზე, მის ფიზიკურ აქტივობაზე, იმ პროცესებზე, რა პროცესებიც მიდის მის ორგანიზმში და თითოეული ადამიანისთვის ეს კილოკალორია და ინდივიდუალური კვება ყოველთვის დგება, აი ესე თითოეული მათგანისათვის ინდივიდუალური. მე მაგალითად ბურღულეული ძალიან მასუქებს. არ აქვს მნიშვნელობა, აი ხომ გაგიგია ციციბურის დიეტა. აი ჩვეულებრივად, აი კარგი სადილი რომ გეჭამოს, მარტო წყალზე მოხარჩული ციციბურაც რო ჭამო, აუცილებლად მამატებს წონაში. ეს კავშირშია დღის კალორიასთან. ეს კავშირშია თქვენს ყოველდღიურ საქმიანობასთან, თქვენი ძილის სრულფასოვნებასთან, თქვენს ფიზიკურ აქტივობასთან. ბუნებრივია მთელი დღის მანძილზე თქვენ რომ მხოლოდ და მხოლოდ მოხარჩული ციციბურა მიირთვათ და იქ ალბათ რაღაც იქნება მიმატებული. თუნდაც ჩაი, თუნდაც ყავა შესაძლოა უშაქროთ, მაგრამ მაინც დღიური კალორიაჟი ყოველთვის აღემატება ხოლმე გახარჯულს. ამიტომ ციციბურას შევეშვათ რა. მე როდესაც შიმშილობდი, ნეგატიური, ესე ვთქვათ, შედეგებიც გამოიღო, იმიტომ რომ იწყება ინტენსიური თმის ცვენა აუცილებლად. ბუნებრივია, კანის გამოშრობა იწყება, ცოტა კუჭზე პრობლემები, რაღაცეები, თუმცა ეს იმ მომენტში მე ამას არ ვზნობდი, მაგრამ რამოდენიმე თვეში უკვე მივხვდი, რომ ეს იყო პრობლემა, ასე რომ არავის არ გირჩევთ შიმშილს, იკვებეთ ჯამთელად და აუცილებლად ივარჯიშე. ანუ ვარჯიში სწორედ აქ იძლევა იმის გარანტიას, რომ აუცილებლად გვინდა ეს თუ არ გვინდა, შემთხვევით გაქცეულ და მიღებულ ზედმეტ კალორიას აუცილებლად მოუღებთ ბოლოს აი აქ. ხშირად რატომღაც დიეტა ასოცირდება ზუსტად აი ამ შიმშილთან. სამწუხაროდ ასეა, დიახ. და ამიტომ უფრო სწორკვებას ეძახის ძირითადად მოსახლეობა, მაგრამ როგორც გავიგეთ თქვენგან პროფესიონალისგან, თურმე დიეტა ყოფილა ეს ზუსტად ეს სწორი კვება. აბსოლუტურად გეთანხმებით. დანარჩენს ვეძახით შიმშილს. დანარჩენი არის შიმშილი, დანარჩენი არის ორგანიზმის საოცარ სტრესში
სივრცეში ჩაგდება და არის ყოველად არაფიზიოლოგიური და არაბუნებრივი მეთოდი, რომელიც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში არის ძალიან ხანმოკლე და წყვეტილი. და ხშირად იცით როგორ არის, რომ კმაყოფილდებიან იმ წამიერი შედეგით. ანუ იმ კილოგრამებს დავემშვიდობეთ, ასე მაგალითად 2 კვირაში, მაგრამ მაშინ არ უნდა იყოს არასდროს სულ ერთი მომდევნო 2 კვირაში რა იქნება. აი შენარჩუნების პროცესი არის ყოველთვის რთული, იმიტომ რომ თითეული ჩვენგანი, ვინც აქ ამ სტუდიაში ვართ, ჩვენ ყველამ რო დავიცვათ ერთი და იგივე დიეტა, მერწმუნეთ რომ შედეგი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული. ნაწილი დაიკლებს, ნაწილი შეინარჩუნებს ამ წონას, ნაწილი მოიმატებს. განტვირთვის დღეებზე რას გვეტყვით? მოხდით ბევრიელ სუფრაზე. მოგვიწია უბრალოდ, დაგვავიწყდა ეს ვარჯიშის და დიეტის კომბინაცია დაგვავიწყდა და ნუ აი რა უნდა დავაკეთოთ? აი მეორე დღეს რომ განტვირთვის დღე გავაკეთოთ. აწონიან რაღაცა ესეთი ცილები და რაღაცა. აბსოლუტურად დასაშვებია. რა თქმა უნდა, მისაღებია. და არ მოიმატებთ. შეინარჩუნებთ და არ მოიმატებთ და მეორე დღეს თუ ეცდებით რომ კიდევ ცოტა უფრო მეტად გახარჯოთ ენერგია, იქნება გაცილებით უკეთესი. სწორი კვების დროს უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ხშირ-ხშირად ცოტ-ცოტა მცირე ულუფებით მირთმევას 4-5 ჯერ დღეში. როდის ჯობია მიირთვას ადამიანმა საკვები? ვარჯიშამდე 2 საათით ადრე, ან ვარჯიშის მერე 2 საათით შემდგომ მოგვიანებით, აი როცა მივდივართ სავარჯიშოდ, რა არის რეკომენდაცია? ორივე შემთხვევაში უნდა მიირთვათ საკვები, ვარჯიშამდეც და ვარჯიშის მერე. ვარჯიშის სანამ მივიღოთ 1 საათ ადრე უნდა მივიღოთ ესეთი საკვები, სადაც იქნება გარკვეული რაოდენობის ნახშირწყალი. ეს არის ენერგია, რომელიც ჩვენ უნდა დავხარჯოთ ვარჯიშის დროს. და ვარჯიშის მერეც 1 საათის შემდეგ, იმიტომ რომ ვარჯიშზე ხარჯავთ თითქმის მთელ შაქარს და გლიკოგენის დონეც იწევს დაბლა და უნდა აღვადგინოთ ვარჯიშის მერეც 1 საათში უნდა მივიღოთ ნახშირწყალი, რომ ჩვენი ინსულინი ნორმაზე დადგეს. საერთოდ წონის დაკლება თუ გინდათ, ყველაზე სასურველი არის დღის განმავლობაში 3 ჯერ მივიღოთ ნახშირწყალი. ეს არის დილით, ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ. შემდეგი უკვე იყოს. რა ინტენსივობით უნდა ივარჯიშოს ადამიანმა კვირაში რამდენი დღე? მინიმუმ 4 დღე. მე მაინც ესე მგონია, რომ როგორც ფიზიკური აქტივობა, ასევე სწორი კვება, ანუ დიეტა, ყოველთვის უნდა იყოს ინდივიდუალური. რაც შეეხება ზაფხულს, აი ბათუმში მაგალითად, ბულვარში აბსოლუტურად ყოველ დღე დავბეოდი 6 კილომეტრს, ისე რომ არც ვერც ვგრძნობდი, იმიტომ რომ იქ რაღაცა ეს ლამა არავინ არ მომგზდოდა, მე მივზდევდი იქით. ოდე არის მოწყენილი დღეს აი უკვე დაეზარა ამისთან ლამაზ გოგოს რომ გაყვეს სირბილი და ავაწყებინებთ ვარჯიშს. ცოტა ხანში ექიმებში ალერგიას საკვებზე. ალერგიული პროდუქტებიდან არსებობს დიდი რვია. შეიძლება რომ შეეგოს ადამიანი იმ საკვებს, რომელზედაც ალერგია აქვს. ასე მე მგონია რომ გადასარევად გამოიყურები. მაგრამ როდესაც შეინარჩუნებ ამ ფორმას. კარგად უფრო გადასარევად გამოიყურები. კი, კარგად ჩამოაყალიბე. კარგი, შევხვდებით ერთ თვეში ჩვენ კიდევ და ნახოთ როგორ ვიქნები. ყოველ შაბათ კვირას დილას 12-დან 15 კილომეტრამდე ჰაიკინგს რომ ეძახიან მთაში ავდივარ, ჩამოვდივარ. მაგრამ რო ჩამოვდივარ მე მართლა გითხრა ვეღარ ვითმენ მე ის 2 საათი, 3 საათი ის არ ჭამო და ეს კენი და ეს კენი. კარგად გემრიელად ვიდივარ და ვსადილობ ხოლმე. სრულფასოვანი საუზმე უნდა მოერგოს კოტე კონკრეტულად თქვენ სურვილს ამ შემთხვევაში. რისი მithმების სურვილი გაქვთ? არის ხოლმე, როდესაც მინდა 1-2 კილოგრამის დაკლება. რას ვაკეთებ? მე ვცურავ და ამიტომ ვცდილობ რომ წავიდე რაც შეიძლება გვიან აუზზე. და როდესაც კარგად ვიცნობ და მივდივარ სახში უკვე გვიანერი და შესაბამისად აღარ ვჭამ. ანუ წვეები ესე მშიერი და ნავარჯიშები და ძალიან ეფექტურია 2-3 დღეში ფაქტიურად იმ ცოტა ზედმეტ კილოგრამებს ძალიან ადვილად ვერ არის. მე გასავლი რა უნდა ფოტოშორის ამართლებს. ისევ მე აღმოჩნდი სამკურნალოდ. ძალიან მარტივი ხერხი არის ესა, რომ ედავშეთ ის ულუფა, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ. გაყავი შუაზე, გადადე გვერდზე, უყურე და შეჭამე მარტო ნახევარი. მოსინჯავ მაგას ხვალიდან, ზეგიდან. ქეთევა, თუ შეიძლება გითხარით. აი აქ წარმოდგენილი საკვებიდან, როგორ დავყოთ ეს საკვები, როგორ მივიღოთ, რა ჯობია? დაყოფილი არის არაჩვეულებრივად სწორედ. საუბარია ცილოვან პროდუქტზე, აქ არის როგორც ცხოველური ცილა. სადაც შედის მაგალითად თევზი, ეს არის ქათამი, ხორცი, ასევე პრინციპში რა თქმა უნდა რძის პროდუქტი. და იქვე გვიდევს მცენარეული ცილა, ლობიოსა და სოკოსი. სახით წარმოდგენილი. შემდგომი ჯგუფი აქ ცხოველურ და მცენარეულ ცილას? ბუნებრივია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ენერგეტიკული ღირებულება აქვს და როდესაც ვსაუბრობ სწორედ რომ დოზირებულ რეჟიმზე და ესეც სწორკვებაზე, უმჯობესია რომ ცილა შეადგენდეს დღეღამური რაციონის დაახლოებით 30%-ს. შემდეგი ჯგუფი გვაქვს ცხიმები, აქ წარმოდგენილია როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული ცხიმი, ასევე აქეთ არის ესოდენ საყვარელი, ვფიქრობ ყველასთვის. ნახშირწყლები, აქაც არის პრინციპში მყისიერად შეწოვადი, ანუ ძალიან სწრაფად შეწოვადი შაქრები, როგორიც
როგორიც არის შოკოლადში, ორცხობილაში და რთულად შეწოვადი შაქრები, რომელიც გვაქვს ხილსა და ბოსტნეულში. თვალი ყველაზე ხარბი ორგანოა და შეიძლება ჩვენ დანაყრებული ვიყოთ, მაგრამ თვალის გაკონტროლება არის ყველაზე რთული. ასაც გააჩნია ესეც ნუ. ამიტომ რა თქმა უნდა, როდესაც საუბრობ ჩვენ ნახშირწყლების ჩანაცვლებაზე დიეტის დროს, ვერაფრით ვერ ავუხსნით, უпростоრე დიდი ძალის ხმევა გვჭირდება იმისთვის, რომ ავხსნათ, რომ არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც დიდი ოდენობით შოკოლადი მივირთვათ. ის ნახშირწყალი შეიძლება ხილისა და ბოსტნეულის სახითაც მივირთვათ. შოკოლადის მაგურად ვულგარული წიწაკა როგორ. იმის დამიხედვით. გძალავენ მარილს. თუ კი არის სიმსუქნეზე საუბარი და არა ჭარბწონაზე, იქ რა თქმა უნდა, გარდა ჭარბი კილოგრამებისა არის ბევრი სხვა თანხლები დაავადება. აქედან გამომდინარე, იგივე რომ თირკმელმა სრულფასოვნად იმუშაოს, გულსიზარდთა სისტემამ რომ ნორმალურად იმუშაოს, წყალი ყოველთვის სასურველია, სულ მცირე მინიმუმ ლიტრი ნახევარი იყოს რაციონში, მაგრამ თუ კი მარილი დომინირებს, რა თქმა უნდა, ხდება სითხის შეკავება, იწყება შეშუპება და იწყება ძალიან ბევრი სხვა არასასურველი მოვლენა. თითქმის 30% შეადგენს მე ის სითხე. და ეს არის ის სითხე, რომელიც ფაქტობრივად არის შეკავებული ორგანიზმში. შორს არ დახვიდე. მოკლედ, მარტივად ხოლმე კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს, თქვენ წონა შეგიძლიათ დაიკლოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მიღებული კალორიების რაოდენობა უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე თქვენი დახარჯული კალორიების. ამიტომ აკონტროლეთ თუ რას მიირთმევთ, როდის და რა რაოდენობით და შეეცადეთ, რომ ფიზიკურად რაც შეიძლება მეტად დაიტვირთოთ. ეს დატვირთვა არ არის აუცილებელი, რომ იყოს 42 კილომეტრიანი მარათონის სირბილი ან დიდი შტანგის აწევა, ნახევარი საათის სეირნობა საკმაოდ კარგ აქტივობაში ჩაითვლება. ჩვენი რჩევები მივიღეთ, მე მგონი. მოკლედ ვარჯიშ და ჯანსაღყვებელს ალტერნატივა რო არ გააჩნია, ეს ვთქვით და მე მგონი ისიც ვთქვით ყველამ ერთად, რომ შიმშილი დიეტა არ არის. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, ჩვენ საჩუქრის გარეშე არ გაგიშვებთ, ამიტომ გადმოგეცემათ ლელა. შენ რიტურის საწყობიდან გადავხებცია მოვლენები. ხელი 10 კალორია დავხარჯე, ამიტომ შემიძლია რაღაცა ერთი ნახევარი ნაჭერი ლიტური 0%-იანი უსაფუარო და უშაქრო პური. ძალიან დიდი მადლობა ყველას. მოემზადეთ ახლა ექიმებში ერთ ძალიან მნიშვნელოვან შეკითხვას გავცემთ პასუხს. ყველას გვაქვს ხოლმე შემთხვევები, როდესაც კონკრეტული საკვები პროდუქტი ჩვენს ორგანიზმში ცუდ ან არასასურველ რეაქციას იწვევს. დღეს ჩვენ ასეთ შეკითხვას უპასუხებთ, როგორ უნდა მივხვდეთ კონკრეტულ საკვებზე ალერგია გვაქვს თუ ამ კონკრეტული პროდუქტის აუტანლობა გვჭირს. კვებით ალერგიას და საკვების აუტანლობა შესაძლოა ერთნაირი სიმპტომები ჰქონდეს, მაგრამ ეს ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მდგომარეობაა. გვერდითი რეაქციები სხვადასხვა საკვების მიღების დროს ძალიან გავრცელებული რამ არის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს გამოწვეულია აუტანლობით და არა ალერგიით. ჩვენ კი რატომღაც ამას ყოველთვის ალერგიას ვაბრალებთ ხოლმე. პირველი და უმთავრესი განსხვავება ამ ორ შორის არის საფრთხე, რომელსაც ისინი შეიცავენ. ერთი მათგანით გამოწვეული რეაქცია გაცილებით უფრო საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე მეორე მათგანით გამოწვეული რეაქცია. მაგალითად, რძის და რძის პროდუქტების აუტანლობა შეუძლია ცუდად გაგხადოს, მაგრამ ალერგიას შეუძლია ისეთი მდგომარეობა გამოიწვიოს, რომელიც საშიშია ჩვენი სიცოცხლისთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ანუ გამოდის, რომ ეს არის პირველი განსხვავება ალერგიასა და აუტანლობას შორის. ანუ ალერგია ამ შემთხვევაში არის უფრო საშიში. თუ ჩვენ რაიმე პროდუქციაზე გვაქვს ალერგია, ამ პროდუქტის მიღება მთელ ჩვენ იმუნურ სისტემაზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, რეაქცია მოიცავს თითქმის ყველა ორგანოს, საჭმლის მომნელებელ სისტემას, კანს, სასუნთქ სისტემასაც კი. აი, აუტანლობის შემთხვევაში კი ძირითადად მხოლოდ მუცლის ღრუში არსებული ორგანოები გვაწუხებს, ანუ კუჭი და ნაწლავები. მოდი ეს განსხვავებაც აღვნიშნოთ. შემდეგი განსხვავება კი ის არის, რომ თუ საკვების აუტანლობა გვაქვს, შესაძლებელია ეს საკვები მცირე რაოდენობით ისე მივიღოთ, რომ არ გვაწყინოს, არ შეგვაწუხოს და არანაირი დისკომფორტი არ შეიქმნას. ხოლო თუ საკვებზე ალერგია გვაქვს, ამ პროდუქტის უმცირესი რაოდენობით მიღებამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული რეაქცია. ანუ ალერგიის დროს საერთოდ ვერ ვჭამთ ამ პროდუქტს, ანუ მცირე დოზებითაც ვერ ვიღებთ. ანუ საკვების აუტანლობის დროს მცირე ულუფებით შეგვიძლია ეს საკვები მივირთვათ. კიდევ ერთი განსხვავება არის დრო. ალერგიის შემთხვევაში ისეთ საკვების მირთმევისას, რომელსაც ჩვენ ალერგია გვაქვს, სიმპტომები გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე იმ პროდუქტების მიღებისას, რომელსაც გვაქვს კვებითი აუტანლობა. ანუ ალერგია ვითარდება უფრო სწრაფად. საერთოდ საკვების აუტანლობა ნიშნავს იმას, რომ თქვენს ორგანიზმს ამ კონკრეტული საკვების მონელება არ შეუძლია, ან კინელებს, მაგრამ მომნელებელ სისტემას აღიზიანებს. შესაბამისად, ამ ყველაფერს ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიც არის გაზების დაგროვება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ხანდახან თავის ტკივილიც კი. მაგრამ რაც შეეხება ალერგიულ რეაქციებს, ამ დროს კონკრეტული პროდუქტის მიღება რეაქციას იწვევს მთელ იმუნურ სისტემაში და იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორებიც არის გამონაყარი კანზე, ხველა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, სუნთქვის გაზნელება, ცემდენა, შეშუპება ქსოვილების, წნევის დავარდნა და ზოგ შემთხვევაში, როგორც ლევანმა აღნიშნა, ეს ყველაფერი
ფატალურ შედეგებამდეც მიდის ხოლმე. ახლა გაჩვენებთ ალერგია რატომ გვემართება ხოლმე, შევხედოთ ეკრანს. ალერგია ჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენ სხეულს კონკრეტული ნივთიერება მავნედ მიაჩნია და მასზე რეაგირებს. ისეთ ნივთიერებებს, რომელსაც სხეული მავნედ აღიქვავს, ალერგენი ქვია. ამ ალერგენთან პირველი შეხვედრის შემდეგ სისხლის თეთრი უჯრედები იწყებენ ანტისხეულების გამომუშავებას, რითიც გვამზადებენ იმავე ალერგენთან შესაძლო განმეორებითი შეხვედრისთვის. ანტისხეულები მიემაგრებიან მასტოციტებს, ეგრეთ წოდებულ პოხიერ უჯრედებს, რომლებიც ჩვენს სასუნთქ და საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებობენ. მომავალში ალერგენთან მომდევნო შეხვედრა აიძულებს ამ პოხიერ უჯრედებს გამოათავისუფლოს ნივთიერება ჰისტამინი. როდესაც ჰისტამინები გამოთავისუფლდებიან, ისინი მიემაგრებიან ახლომდებარე უჯრედების რეცეპტორებს. ეს რეცეპტორები ურთიერთქმედებენ ჩვენ სხეულში არსებულ სხვა ნივთიერებებთან, ისინი იწვევენ მიმდებარე სისხლძარღვების შეშუპებას და აიძულებენ მათ მეტი რაოდენობით სითხე გამოყონ. ეს კი ისეთი სიმპტომებით გამოიხატება, როგორებიც არის ცხვირის ცემინება, სურდო და აცრემლიანებული თვალები. ზუსტად ამიტომ არის ხოლმე, რომ ალერგიის სიმპტომების შესასრულებლად ანტიჰისტამინურ პრეპარატებს გამოიყენებენ ხოლმე. როგორც დავინახეთ, ალერგია უფრო იმუნური სისტემის პრობლემაა, მაშინ როდესაც აუტანლობა საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმართავობის გამო ხდება. თუ გაინტერესებთ თქვენ კონკრეტულად რომელი ტიპის დარღვევა გაქვთ, ამისათვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. დღეს ექიმი ჩვენთან მოვიდა იმისათვის, რომ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს გასცეს პასუხი. მიესალმეთ ჰუმანიტი ჯორჯიას მოწვეული სპეციალისტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა და დოქტორი პროფესორი დავით თელია. დავით ახმაროს წყალს შემოგთავაზებთ, ამაზე არც აუტანლობა გექნება და არც ალერგია, ნამდვილად ვიცით. მადლობთ. მოდი წარმოვიდგინოთ ესეთი სიტუაცია, რომ ადამიანმა მიითვა არაჟანი და აქვს ძალიან ისეთი მძიმე რეაქცია. რა გზა უნდა გაიაროს პაციენტმა და როგორ უნდა დავადგინოთ მიზეზი, არის ეს ალერგია თუ აუტანლობა? ალერგიული რეაქციებისთვის სამიზნე ორგანოები უფრო მეტია. ანუ ეს რას ნიშნავს? თუ საკვების აუტანლობა, საკვებით განპირობებული სხვადასხვა გვერდითი ეფექტები, რომ უპირატესად კონცენტრირებული არის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება დააზიანოს კანი, შეიძლება დააზიანოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, რესპირატორული სისტემა, სასუნთქი სისტემა და მათ შორის გულსიძახვა სისტემაც იმდენად ძლიერად, რომ შეიძლება იყოს ლეტალური გამოსავალი. სწრაფი კლასიკური ალერგიული რეაქციები უფრო ადვილად დიაგნოსტირებადია და სხვათა შორის ლაბორატორიული და კლინიკური თვალსაზრისითაც უფრო ადვილად შეიძლება მისი დადგენა. პირველი მეთოდი, რომელიც კეთდება უშუალოდ ადამიანის კანზე, ეს არის კანის სინჯი და კანის სინჯის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ სწორედ ის ანტისხეულები, რომლების გამოც ვითარდება ეს სწრაფად რეაქცია და მეორე მეთოდოლოგია გახლავთ უკვე, როდესაც ჩვენ სისხლში ვეძებთ ამ ალერგიულ ანტისხეულებს. აქვე შეგვიძლია თუ არა ვნახოთ თქვათ ის რაც თქვენ ბრძანეთ, მაგალითად მარტივი ტესტი გარკვეულ ალერგენებზე. კი ბატონო, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ტესტი მთელ მსოფლიოში ცნობილი, ორი ჩხლეტით განპირობებული ტესტი, აი ეს არის ვარსკვლავის ფორმის, ასე ვთქვათ, ნემსებივი, რამოდენიმე ნემსია. ეს არის მოთავსებული ჩვეულებრივ ხილში, გადაუმუშავებელ ნატურალურ ხილში და შემდგომ უნდა ამოვიღოთ ეს პრიკ ტესტი და უჩხლიტოთ ნაზად. კეთდება რამოდენიმე ჩხლეტა, შემდგომ თქვათ სტაფილოდან შეიძლება ჩატარდეს, შემდეგ შეიძლება ჩატარდეს პამიდურის ალერგენით და შემდგომ 15-20 წუთის განმავლობაში ფასდება. ბატონო, ჩვენ გავიგეთ, რომ დაახლოებით 15 წუთში გვექნება პასუხი. როგორ ვაფასებთ ამას შედეგებს? ანუ ის ადგილი, რომელიც მეტად შეწითლდება, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ადამიანს ალერგია აქვს. ნაჩხლეტი ადგილზე უნდა განვითარდეს კოღოს ნაკბენის მსგავსი სტრუქტურა და მის გარშემო შეიძლება იყოს სიწითლე. პლუსებით გამოიხატება, ანუ შეიძლება იყოს დადებითი 1 პლუსი, დადებითი 2 პლუსი. რაც განიერია, მით უფრო რეაქტიული. 4 პლუსი, რაც უფრო დიდია დიამეტრი ამ ასე ვთქვათ, ანუ რაც უფრო მძაფრია რეაქცია, უფრო დიამეტრი უფრო მეტია. მოდი ჩამოვთვალოთ პროდუქტები, რომლებზეც უფრო ხშირად იწვევს ალერგიას და პროდუქტების ასევე, რომლებზეც ყველაზე ხშირია აუტანლობა, თუ არის ესე გამოყოფილი კონკრეტულად. ალერგიული პროდუქტებიდან არსებობს დიდი რვიანი. ეს პროდუქტები არის ძირითადად აქტუალური მთელ მსოფლიოში. ეს არის რძე უპირველეს ყოვლისა. თაფლს ერჩიან ხოლმე და გავრცელებული რატომ თაფლი ალერგიული არ შედის არც 4-ეულში, არც 5-ეულში და არც რვიანში. მეორე ადგილზე არის კვერცხი, მესამე ადგილზე არის შეიძლება გაგიკვირდეთ ხორბალი,
შემდგომ არის სოიო, ნაჭუჭიანია ეგრეთ წოდებული თხილი, ნიგოზი, არაქისი, ზღვის პროდუქტები, თევზი, კიბოსებნი და მოლუსკები, ნიახური ბოსტნეულიდან რატომაც გახლავთ ძალიან ისეთი სერიოზული ალერგენი და შედარებით ნაკლებად ეს არის დოგვი. საინტერესო არის კიდევ ერთი ფაქტი, რომ მაგალითად ეხლა თბილისში და მთელ მსოფლიოში გახლავთ გაზაფხული და არის პოლინოზის სერიოზული პრობლემა, უამრავი ადამიანს ალერგია მცენარის ტრის მიმართ, რომელიც ძალიან სერიოზულ პრობლემებს უჩენს ძალიან ბევრ ადამიანს. პოლინოზით დაავადებული ადამიანების 50%-ს ჯვარედინი რეაქციები აქვთ, ანუ ისინი ჯვარედინად რეაგირებენ ხილზე და ბოსტნეულზე. ანუ ვისაც ალერგია აქვს ხილზე და მტვერზე, ესევე აქვს ხილზე. ასე მაგალითად, ადამიანს ვისაც აქვს არყისხის მიმართ ალერგია, ის რეაგირებს ვაშლზე, სხალზე, ალუბალზე, სტაფილოზე რეაგირებს, ნიახურზე რეაგირებს და კარტოფილზე. ადამიანებს, ვისაც ალერგია აქვთ მაგალითად ამბროზიაზე, ისინი ასევე რეაგირებენ ნესვზე და ბანანზე, ვინაიდან ნესვს და ბანანს აქვს ამბროზიასთან ჯვარედინი რეაქცია. არსებობს კიდევ ერთი საკმაოდ საშიში რეაქცია და მძიმე რეაქცია, რომელიც განპირობებულია საკვების მიღებით და ფიზიკური დატვირთვით. ანუ არიან ადამიანები, ვინც საკვების მიღებიდან 4 საათის განმავლობაში დაიტვირთება ფიზიკურად, ფეხბურთს ითამაშებს თქვა. ამ ადამიანს შეიძლება დაემართოს ანაფილაქსიური შოკი. და პრაქტიკულად იყოს ფატალური, ასე ვთქვათ, შედეგი. თუ ისაკვები მიიღო, მაგრამ არ ივარჯიშა, ეს არ დაემართება. ორივე ფაქტორი უნდა იყოს, საკვები პლუს ფიზიკური დატვირთვა. კარგი, ძირითადი მეთოდები, ვთქვათ, მაგალითად ბატონ დავით გითხარით, აი მოკლედ და კონკრეტულად, როგორ დავამარცხოთ ალერგიას. შეიძლება რომ შეეგოს ადამიანი, ვთქვათ, იმ საკვებს, რომელზედაც ალერგია აქვს. არსებობს ასეთი რა? ალერგიული დაავადებების მართვა, რასაკვირველია, შეიძლება და არსებობს რამოდენიმე პირობა. პირველი პირობა გახლავთ ის, რომ პაციენტი უნდა იყოს მაქსიმალურად გათვითცნობიერებული. იმ შემთხვევაში, როდესაც იცის ძალიან ფრთხილია, ვთქვათ, და ეს შემთხვევით მიიღო საკვები, რომელიც რაღაცაში იყო შემწვარი და ასე შემდეგ და დაემართა ალერგია. ხო არსებობს პრეპარატები, რომელთაც შეიძლება შევამციროთ გამოვლინება, ან გამოვლინებისთანავე სწრაფად მივიღოთ ეს პრეპარატები და მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან განვითარებული ალერგიული რეაქცია. ანუ მაგალითად პრეპარატები, რომლებიც არის ეგრეთ წოდებული ანტიჰისტამინები და ალერგიულმა ადამიანებმა მაინც განსაკუთრებით იციან ამ პრეპარატების შესახებ. ანტიჰისტამინები ეს არის წამლები, რომელსაც შეუძლიათ უჯრედების დაცვა ჰისტამინების მიერ გამოწვეული ზოგიერთი ალერგიული რეაქციისაგან. ეს წამლები უჯრედების რეცეპტორებს მიემაგრებიან, ფარავენ და აფერხებენ მათზე ჰისტამინის მოქმედებას და ამით ხელს უშლიან ჰისტამინებს, რომ ამავე რეცეპტორებს მიემაგრონ. შესაბამისად, ეს აგვარიდებს ჰისტამინების მიერ უჯრედებში იმ ქიმიური რეაქციების ამუშავებას, რომელიც ალერგიული რეაქციის ჯაჭვს იწვევს. აი ბატონ დავით, აქ არის წარმოდგენილი ანტიჰისტამინური პრეპარატების ამდენიმე სახეობა, ასე ვთქვათ. კი ბატონო, ჰისტამინი გახლავთ ნივთიერება, რომელიც გამოიტყორცნება და მოქმედებს ქსოვილებზე. ჰისტამინმა რო იმოქმედოს, შეასრულოს ეს ფუნქციები, მან უნდა იმოქმედოს, როგორც თქვენ კარგად აღნიშნეთ, რეცეპტორებზე. უფრო ხშირად ალერგიული დაავადებების დროს გამოიყენება აი სწორედ ეს H1 რეცეპტორებზე მომქმედი პრეპარატები. ჩვენ შეიძლება მივიღოთ აი ეს პრეპარატი ერთი დოზა, როდესაც თუ ის არ შველის ერთი დოზა შეიძლება დოზა მოიმატოს. აი დოზირება რაზე არის დამოკიდებული? ალერგიის სიმძლავრეზე თუ ეს პროფილაქტიკური? ზოგიერთი ადამიანი თუ საჭიროებს ამ პრეპარატის ერთ ტაბლეტს მიღებას დღეში ერთხელ, ან 2 დღეში ერთხელ, ზოგისთვის საჭირო არის დოზა გაიზარდოს. ეს პრეპარატები, ამ პრეპარატებს აქვთ ამის შესაძლებლობა, მათ ინსტრუქციაში არის მითითებული, თუ რა დოზით უნდა მივიღოთ. მე მგონი ჩვენ ტელემოყრიბლებს მივაწოდეთ აბსოლუტურად სრულფასოვნად ინფორმაცია ალერგიის, ალერგენების, გამომწვევების და პროფილაქტიკის თვალსაზრისით. მთავარი არის თუ კი ასეთ რამეს ჩვენ ვამჩნევთ, მივმართოთ მაინც სპეციალისტს და დავიცვათ ის წესები, რასაც გვირჩევს სპეციალისტი. აქვე ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობარ კომპანია Humanity Georgias თანამშრომლობისათვის და უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ექიმები კი ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. ნახვამდის. დიდი მადლობა.